მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადგინდა, რომ დედამიწას ბურთის, სფეროს ფორმა აქვს, მეცნიერებმა მისი მოდელი შექმნეს. გლობუსი ჩვენი პლანეტის მრავალ მილიონჯერ შემცირებული მოდელია. გლობუსი დედამიწის ფორმას გვიჩვენებს. დედამიწის უმეტესი ნაწილი წყლითაა დაფარული. მას მსოფლიო ოკეანე ეწოდება. დედამიწაზე 5 ოკეანეა: წყნარი, ატლანტის, ინდოეთის, ჩრდილოეთის ყინულოვანი და სამხრეთის. დედამიწის დანარჩენი ნაწილი ხმელეთია. ხმელეთის დიდი ნაწილები კონტინენტებია. ესენია ევროპა, აზია, ავსტრალია, აფრიკა, ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა. კუნძული კონტინენტთან შედარებით ხმელეთის მცირე ფართობია, რომელიც ყველა მხრიდან წყლით არის შემოსაზღვრული, ხოლო ნახევარკუნძული 3 მხრიდანაა წყლით შემოსაზღვრული და 1 მხრიდან ხმელეთს უერთდება. გლობუსზე ზუსტად არის გამოსახული ოკეანეების, ზღვების, კონტინენტების, კუნძულების, ნახევარკუნძულებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების მოხაზულობა. გლობუსზე, ისევე როგორც რუკაზე, წყალი ცისფრად აღინიშნება, ხოლო ხმელეთი მწვანედ, ყვითლად და ყავისფრად. გლობუსზე მთელი დედამიწის ერთდროულად დანახვა შეუძლებელია. თუ მას ღერძის გარშემო დავატრიალებთ, მაშინ ჩვენთვის საჭირო ადგილს ადვილად მოვძებნით. გმადლობთ ყურადღებისთვის.